Უცხო ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოში სიყვარულის დღეს ორჯერ 14 თებერვალს და 15 აპრილს აღნიშნავენ. გაზაფხულის შუათვის შუა დღეს სიყვარულის დღე აღნიშნის ტრადიციას 1994 წელს ჩაეყარა საფუძველი. აღნიშნული დღესასწაულის დაწესების ინიციატორი ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძეა. ერეკლე ცოცანიძე ამბობთ. 15 აპრილს საქართველოში სიყვარულის დღეს აღნიშნავენ. შეყვარებულთა დღის ისტორია ასეთია. 1993 წელს ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ პირველად შესთავაზა საზოგადოებას სიყვარულის დღის დაარსების იდეა. ერთი წლის შემდეგ კი მარადიულ ტრადიციას საფუძველი ჩაუყარა. ჩუბინიძემ ეს დღე მეუღლის საპატივსაცემოდ დააარსა და თან გრანდიოზული კონცერტით მიულოცა. მას შემდეგ ყოველ 15 აპრილს სიყვარულის დღეს აღნიშნავენ, თუმცა ამ დღის დაარსების ისტორია ცოტამ თუ იცის. საზოგადოების ნაწილს კი იგი ვალენტინობაში ეშლება. დღეს არის სიყვარულის დღე. ყველა შეყვარებულ წყვილს ულოცავ ამ დღეს სიყვარულის დღეს, ვისაც არ ყავს შეყვარებული და მეორე ნახევარი უსურვებ, რომ შეხვდეს თავის მეორე ნახევარი და მთელი ცხოვრება შეაბარდნენ ერთმანეთს ტკბილად და ბედნიერად და დღეს არის 15 აპრილი, სიყვარულის დღე. თუ იცით ამ დღის დაარსების რეალური ისტორია? დაარსების რეალური ისტორია არ ვიცი. გილოცავთ სიყვარულის დღეს ყველას. ბედნიერი სიყვარული გქონოდეთ. ბენდის მუსიკის ქალაქი წევრებმა ია ძამუკაშვილმა და გურამ სულხანიშვილმა ერთმანეთი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაშინ გაიცნეს, როდესაც თესაუში მუსიკალური ბენდის დაარსების იდეა გაჩნდა. როგორც თავად ამბობენ, სიყვარული ერთმანეთისთვის ტრადიციულად, ბანალურად არ აუხსნიათ და გრძნობა თავისით მოვიდა. შეყვარებულებს ჩვენი გადამღები ჯგუფი რეპეტიციაზე შეხვდა. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ შეიძლებოდა, რომ ვინმე შემოყვარებოდა, მე მანამდე არც ყოლია შეყვარებული, ხო და ეს თი მომენტი იყო რა, რომ სტუდენტური დღეები იყო, ხო მე მგონი? ხო, თეატრში. სტუდენტური დღეები იყო, უნივერსიტეტმა ჩაატარა, ხო და მოკლედ მე ვიტყვი რა. კარგად მიმღერე და მოვეწონე, კარგად დაუკრა და მოვეწონე. როგორც ია და გურამი ამბობენ, სხვადასხვა დღესასწაულებზე ერთმანეთს სურპრიზებით ხშირად ანებიურებენ. ასე წუთებს ჩვენს გადამღებ ჯგუფთან საუბარში ორივე მხიარულად იხსენებს. პირველად რო შეგვიყვარდა ამ პირველი დაბადების დღეზე, ანუ ამას რო ქონდა. ხო. გული დაუნთე. სახლის წინ 12 საათზე დაურეკე გილოცავ მეთქი რაღაცა და გამოიხედე მეთქი და გული დაუნთე რაღაც ტორტი, შუშხუნები, რაღაცები მეგობრები ამისებსაც გავაგებინა და ჩავებსაც და მიულოცეთ ესე ძალიან ლაკრად. სამომავლოდ ახალგაზრდები ოჯახის შექმნასაც აპირებენ, თუმცა ამ დროისთვის კარიერის აწყობით არიან დაკავებულნი. როგორც თავად ამბობენ, წინსვლა და მცირე მატერიალური გარანტიები ოჯახური პასუხისმგებლობის ასაღებად აუცილებელია. ვცდილობთ, რომ ჯერ ორივე მე მგონი ეგრეა, ხო, რომ პირადი ცხოვრება პასუხისგებლად, ანუ პასუხისგებლიანი პირადი ცხოვრება გქონდეს ორივეს ცალკე, რომ მე ერთად შევქნათ კარგი ოჯახი. ქართველები ევროპას არ ჩამორჩებიან და სიყვარულის დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ. თუმცა როგორც შეყვარებული წყვილები აცხადებენ, მეორე ნახევრისთვის სიყვარულის გამოხატვას არც განსაკუთრებული დღე და არც თარიღი სჭირდება.